პროპაგანდისტურ ხაზების შევსებას მე ნამდვილად არ ვაპირებ, როდესაც არ მიკავია ხელში ის ობიექტური ინფორმაცია, რაზეც შესაბამის შეფასება შემდგომ გავაკეთებდი, მაგრამ თუ ეს ესეა და თუ დაშვებას ვაკეთებთ, რომ ეს ესეა, მაშინ კანონი არსებობს ამ ქვეყანაში. თუ ეს სიმართლეა, ორი რაღაც შეიძლება ითქვას. პირველი, სრულად არაგულწრფელი დამოკიდებულება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც ომის დაწყების პერიოდიდან საქართველოს ხელისუფლება გულწრფელად, რეალური საქმით კონკრეტულად ეხმარება უკრაინას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც აკრიტიკებენ ხოლმე სწორედ ესეთი ადამიანები, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი და მეორე მინიმუმ უკრაინის ხელისუფლების თუ სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან სანახავია, რამდენად მიზანმიმართულად დაიხაჯა ეს თანხა და ხო არ არის შეგნებულ გაფლანგვას ან თანხის მიტაცებასთან ხო არ გვაქვს საქმე.